მმართველი გუნდის სამოქალაქო დაპირისპირების მზარდ რისკებზე მიუთითებს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დონორ ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მიმართა. სწორედ მათ და მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორს ადანაშაულებენ სამოქალაქო უთანხმოების ხელშეწყობასა და სიძულვილის გასაღუებლად შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა ორგანიზებაში ხელისუფლების წარმომადგენლები. ქართული ოცნება უცხოელი დონორებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების კვალს ხედავს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან წინაკვირას განვითარებული მოვლენების მიღმაც. უცხოეთიდან დაფინანსებული სიძულვილის კამპანიის ნაწილად ფასდება თია წულუკიანის მოწყობილი აქციაც. მმართველი პარტია დონორებს რეაგირებისკენ და ბოლოდროინდელ მოვლენებზე შეფასების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. სწორედ დესტაბილიზაციის პრევენციის და უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კონტექსტში განიხილება გრანტების შესახებ კანონში შესატანით ცვლილებებიც, რასაც ოპოზიციის და მესამე სექტორის საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა. შეფასება კრიტიკულია უცხოეთიდანაც. 9 აპრილს მემორიალთან მოქალაქეების მისვლის შეზღუდვა. არასამთავრობოებისა და აქტივისტების მიერ ორგანიზებული აქციები, რომელიც საცხოვრებელ სახლებთან იმართება. სიძულვილის ენის გამოყენება და აგრესიული კამპანია კონკრეტული პირების მისამართით. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ეს ყველაფერი არა მხოლოდ პოლიტიკურ პოლარიზაციას ახალისებს, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს ქმნის. როგორც პაპუაშვილი ამბობს, რადიკალიზმის კამპანია რამდენიმე საერთაშორისო დონორის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააორგანიზა. პაპუაშვილი დონორ ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ 9 აპრილს მემორიალთან რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირონ. რადგან მისი თქმით ქვეყანაში ისტერიის გაღვივება და მასობრივი სიძულვილის სამიზნის შექმნა ფსევდოლიბერალური ძალების ძირითადი ტაქტიკა გახდა. პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ განცხადებაში ვიცე-სპიკერის თეა წულუკიანის სახლთან რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ მაშინ როდესაც წულუკიანის სახლთან აქცია მიმდინარეობდა, ამ დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. პაპუაშვილი ასევე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ საგარეო დახმარების ცუდი პრაქტიკის აღიარებას არ მოჰყვა მსგავსი ნაბიჯები ევროპელი და ბრიტანელი დონორების მხრიდან. არასამთავრობო და მათი დონორები დღეს არიან მთავარი წყარო სიძულვილის გაღვივებისა და სამოქალაქო უთანხმოების შემოტანის მცდელობისა. შეგახსენებთ თქვენ, რომ რა გვაკვადრეს ჩვენ დონორებმა და მათმა NGO-ებმა 9 აპრილს, როდესაც გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს, გადაეღობნენ მოქალაქეებს. არც ერთი დონორი დღემდე არ გამიჯნია ამ საზიზღარ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რამდენიმე NGO, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახლთან მივარდნა, შუაღამის, როცა იქ მცირეწლოვანი ბავშვიც იყო, მუქარები, სიკვდილისთვის გამეტება და ასე შემდეგ, სხვადასხვა NGO წარმომადგენლის მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვა, რომ არც ერთ დონორს რომლებიც აი ამ ორგანიზაციას აფინანსებენ, არაფრად არ აგდებენ ქართულ საზოგადოებას. არ აგდებენ იმის ღირსად, რომ ის მაინც თქვან, რომ მიუღებელია, არ შეიძლება, არასწორია. მართულ გუნდში იმედი აქვთ, რომ იმ ფონზე, როცა კონკრეტული საელჩოები და დონორი ორგანიზაციები შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩართულები არიან და ხელისუფლების მოწოდების მიუხედავად განმარტებებს არ აკეთებენ, გრანტების შესახებ ახალი კანონმდებლობა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ახალი რეგულაციის მიხედვით დონორებს გრანტების გაცემის მთავრობასთან შეთანხმების ვალდებულება ექნებათ. ეს მოგცემ შესაძლებლობას, რომ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც არსებობდა, ამ მავნე პრაქტიკამ ყოველ შემთხვევაში გამჭვირვალე გახდეს ეს პრაქტიკა და ნახოთ რა განაცხადები ექნებათ დონორებს სხვადასხვა დაფინანსებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებობენ არაკეთილსინდისფერი დონორები, მაგალითად ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც სპეცსამსახურის მეთოდით ფარულად აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს, პარტიებს და შემდეგ ჩვენ ამას შემთხვევით ვიგებთ ხოლმე და მათ შორის ჩვენ ვიხილეთ ეს 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, რომ იყო მასიური ჩარევა არჩევნებში გარედან. მათ შორის შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ 20 ოქტომბერს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თავისუფლების მოედანზე გაიმართა საბოლოო საარჩევნო შეკრება, რომელიც პირველად ისტორიაში არა ოპოზიციამ მოაწყო, ანუ იმ სუბიექტმა, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში, არამედ NGO-მა მოაწყეს დააფინანსეს უცხოური ფულით. ოპოზიცია, რომელიც არასამთავრობო სექტორთან ერთად ხელისუფლების ბრალდების მთავარი ადრესატია, საპირისპირო ბრალდებებს უყენებს მმართველ გუნდს. ისინი რადიკალიზმში და სიძულვილით ენით ოპონენტებთან საუბარში სწორედ ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ. 9 აპრილს გამართული აქციის შინაარსი, როცა მემორიალთან 9 აპრილის მონაწილეებსაც არ მიეცათ მისვლის საშუალება, ისევე როგორც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო შეძახილების შინაარსი ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მისაღებია.
როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორები მუდმივად აცხადებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება იყენებს ძალადობის ენას, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა ორივე არჩევნების დროს ძალიან მძიმე კამპანია სისხლიანი პლაკატებით, ამიტომაც, როდესაც ბურთი არის მათ მხარეს და წარმოადგენენ მართლ პარტიას, ყოველთვის მაგალითი სიძულვილის ენის დამარცხების უნდა მოდიოდეს მათგან. მე არ ვიცი სახლში მივარდნაში რას გულისხმობთ, თეა წულუკიანმა გაიხსენეთ რა ტიპის განცხადება გააკეთა ჩვენი სახალხო გმირის გიორგი აწუხელიძის მიმართ, როგორ მოიხსენია ის ადამიანი, ტყუილად შეწირული, განწირული ვიღაცის პიარისთვის, თქვენ ამ ფონზე გიკვირთ რომ ადამიანები ახშობდნენ, ამ ფონზე გიკვირთ რომ ის ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლოს სიყვარული, ერთგულება, პატრიოტიზმი, გაბრაზდებოდნენ, რამე საკვირველი არის ამაში? მართლ გუნდში ფიქრობენ, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საკუთარი საქმიანობის სფეროს დიდი ხანია გაცდნენ და ისინი პოლიტიკურ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მესამე სექტორის ქმედებაზე პასუხისმგებლობა მათმა დამფინანსებელმა დონორებმა უნდა აიღონ. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, ამ დროისთვის მესამე სექტორის ქმედებებს არც ერთი დონორი ორგანიზაცია არ გამიჯვნია. ამახინჯეს ყველაფერი მოსპეს. მთელი არსი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის და მთლიანად გადაეწყნენ პოლიტიკურ რელსებს. უფრო მეტიც, პოლიტიკური ბრძოლის წინახაზზე არიან. სწორედ ეს განაპირობებს იმ კანონის განკაცრებას, რასაც ქვია გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა, საზოგადოების ინფორმირება, თუ რა თანხით იკვებებიან ის ადამიანები, რომლებიც ჩადიან ესეთ ბოროტებას, რასაც ქვია დესტაბილიზაციის ხელშეწყობა. ეს ადამიანები არ ატაკიდებენ სხვა ადამიანების უფლებებს, განსაკუთრებით არასრულწლოვნების უფლებებს. პირდაპირ ლანძღავენ, პირდაპირ შეურაცხყოფებს აყენებენ, არღვევენ უხეშად სხვის უფლებებს, ერევიან სხვის თავისუფლებებში. ამ ყველაფერს აკეთებენ უცხოელი დონორების მიერ გაცემული და შესაბამისად მათ მიერ მიღებული თანხებით და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა არც ერთ დონორს. ორი ვარიანტია, სულ ერთ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ ჩვენ გავეცით თანხები და პასუხისმგებლები არ ვართ საერთოდ თუ რას გააკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხოლო მეორე შემთხვევაში საერთოდ პასუხის ღირსებას კი არ ხდიან ქართულ საზოგადოებას. ეს არის მათი დამოკიდებულება. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თეა წულუკიანის სახთან მოქალაქეთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. მათი გაღიზიანება თეა წულუკიანის მიერ აგვისტოს ომისა და გიორგი ანწუხელიძის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. 9 აპრილს საპროტესტო აქციის ფარგლებში 9 აპრილის მემორიალთან აქციის მონაწილეებმა მმართველი გუნდის წევრებს და მოქალაქეებს მისვლის საშუალება არ მისცეს. ამ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში აქტივისტების გარდა რადიკალური მოწოდებებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც გამოვიდნენ, რომელთა პროგრამებით საერთაშორისო გრანტებით ფინანსდება. ხელისუფლება მსგავს კამპანიაში დონორების დუმილს რადიკალიზმისთვის მწვანე შუქის ანთებას უწოდებს.